ხვალ არის სავსე მთვარე. ფაქტობრივად გამთენი ისას უკვე დღეს შეიძლება ითქვას, პიკი ქვია, სავსე მთვარეობის პიკი ქვია და ეს ლუნაციებია, ციკლურია ეს ყველაფერი, საყაროში ყველაფერი ზოგადად ეს ციკლურია, გამეორებადია, მოკლედ და ყველაზე მთავარი, რასაც ესე ვთქვათ, რა ინფორმაციაც მოაქვს ამ სავსე მთვარეობას არის ის, რომ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში დაწყებული პროცესები იქნება ეს ფარული, იქნება ეს ღია, მაგალითად ადამიანების ცხოვრებაში, ზოგადად გლობალურად, ლოკალურად ქვეყანაშიც მიაღწევს თავის ლოგიკურ პიკს. საკმაოდ ემოციური სავსე მთვარეობა გვაქვს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ სავსე მთვარე და მარსი არის ერთად და აქედან გამომდინარე არ იქნება, ესე ვთქვათ, უემოციოდ ვერ ჩაივლის, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები შეიძლება მოხდეს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ერთადერთი რაც ვიტყოდ ძალიან არის მომატებული კონფლიქტურობის კოეფიციენტი. საკმაოდ მაღალია, მინდა გითხრათ და თუ კი ემოციური ადამიანი ბრძანდებით, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ზომიერად წინდახედული თუ იქნებით საჭესთან კარგი იქნება, იმიტომ რომ სავსე მთვარეობისას ერთად ძალიან ემოციურად რეზონირებენ ყველაფერზე, მით უმეტეს თუ ადამიანი ისედაც ემოციურია ზოგადად და რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს განსაკუთრებით შეეხება ალბათ ემოციურად, ეს არის თხისკა, ეს არის სასწორიც, ეს არის თავად კირჩხიბი, კირჩხიბშია სავსე მთვარეობა და ეს არის ასევე ვერცი. ამიტომ კარგი იქნებოდა უბრალოდ თუ გავითვალისწინოთ პლუს მინუს 2 დღე 3 ასე ვთქვათ რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი ეს ემოციური ფონი ვაკონტროლოთ ერთიანობაში კვირა არის ძალიან ეფექტური მინდა გითხრათ თუ თქვენ მამაცი ადამიანი ხართ თუ კი თქვენ გჯერათ რაღაც დიდი და გრანდიოზული ოცნებების პლუს ამას შესანიშნავი კვირა არის ადამიანების გაერთიანებისთვის ძალიან დიდი ძალების კონსოლიდაციისთვის იმიტომ რომ ჩვენ ვახლოვდებით ძის და პლუტონის შეერთებას მერწყულის ნიშანში და აი როგორც არასდროს ისე შეიძლება ადამიანები ჯგუფები გუნდები კოლექტივები იყოს ძალიან ერთიანი თუმცა ასევე არ არის გამორიცხული ისევ და ისევ ჯგუფებში და კოლექტივებში დაპირისპირებებიც იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ არაერთგვაროვანი კვირა გახლავთ, მიმდინარე კვირა, მინდა გითხრათ და ზოგადად ვიტყოდი რომ იანვრის თვე, განსაკუთრებით კიდევ მეორე ეტაპი, როდესაც ახალი მთვარე მოდის უკვე თვის ბოლოს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიტუაციებს მოიტანს. ეს არ იქნება მარტივი, ესე ვთქვათ, ნახევარი მოკეთვის მეორე ნახევარი, თუმცა ამაზე რა თქმა უნდა შაბათს კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებ, რაც შეეხება მიმდინარე კვირას, რომ დაუბრუნდეთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, უნდა მივყვე ვერძის უნდა დავიწყო და ვერძი არის ის ვერძი არის ზოდიაქოს ის ნიშანი რომელსაც შეუძლია ივლისში დაშვებული შეცდომების გამოსწორება რომელსაც შეუძლია მარტო შეცდომებზე არ არის შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაცილებით უფრო გასაგები გახდეს შეიძლება ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ეს კვირა ვერძისთვის არის ასევე რაღაცა გარკვეული რომანტიული განწყობისაც შეიძლება ესე ითქვას თუმცა ასევე მოტივირებული შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ძალიან მოტივირებული იყოს კვირის პირველ ნაწილში შეიძლება რაღაც საკითხები უკავშირდება გარკვეულ გეგმებს მაგალითად მის ცხოვრებაში, თუმცა კვირის მეორე ნახევარში მე ვურჩევდი ჩემს თანამეზოდიაქოვებს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა სირთულეს წააწყდეთ, შეიძლება არ იყოს რამე გამორჩეული, ზედათ გამორჩეული სირთულე, მაგრამ მაინც შეიცავთ რომ საკუთარი თავი არ გაუფასუროთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს არ შეხვიდეთ კონფლიქტებში კირჩხიბის ან ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, რომ მათთან რაღაც იდეოლოგიური დაპირისპირებების ალბათობა არსებობს. შეიძლება ისინი თქვენი ოჯახის წევრები იყონ, განსაკუთრებით თუ ოჯახის წევრები არიან მით უმეტეს მე გავითვალისწინებდი ამ ყველაფერს ასევე შეიცადეთ ბევრად უფრო მომთმენი და ტოლერანტული იყოთ ბავშვების მიმართ და მათი საჭიროებების მიმართ იმიტომ რომ არ არის გამორიცხული მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანების რაღაც გრანდიოზულ მიზნებში ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს შეიძლება ბავშვების ჭირვეულობა განსაკუთრებით ცოტა ასაკით უფროსი შვილები თუ ყავთ მაგალითად რაღაც მათი საჭიროებები შეიძლება გაცილებით უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს მაგალითად საჭირო აუცილებლად გადასაჭრელი იყოს შეიძლება რაღაც საკითხები და მის გამო შეიძლება ცოტა ხნით მოგიწიოთ თქვენი აქტივობის ცოტა გადაბადება შესაძლებელი მოგიწიოთ ასევე ძალიან კარგი კვირა არის ზოგადად არა მხოლოდ ვერძისთვის ყველას ვურჩევდი სავსე მთვარეობის შემდეგ როდესაც მთვარე მიაღწევს ხოლმე პიკს შესანიშნავი ორი კვირა გვაქვს ხოლმე წინ იმისთვის რომ აი ვამბობთ ხოლმე ორშაბათიდან დიეტას ვიწყებთ ეს ის ორშაბათი როდესაც შეგიძლიათ დაიწყოთ შეგიძლიათ ძალიან ეფექტურად შეგიძლიათ დაიწყოთ არა მხოლოდ დიეტა არამედ ზოგადად
ყველანაირი ტიპის აქტივობა, რომელიც უკავშირდება ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებას, მავნე-ჩვევების მოშორებას, ძალიან კარგი იქნება, თუ კი ვინმეს უნდა მოკეთ ასეთი აქტივობა რომ დაიწყოს, აი ზუსტად ხვალიდან შეგიძლიათ ძალიან ეფექტურად განახორციელოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ეს ხება ვერც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, ალბათ ცხოვრების ამ ეტაპზე ხვდება იმას, რომ რაღაც ჩვევები აქვს შესაძლებელი ყოველდღიურობაში. იმიტომ რომ ადამიანი არის კიდეც საბოლოო ჯამში ის თუ როგორ ცხოვრობს, როგორი ცხოვრების წესი ცხოვრობს. მაგალითად და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, ალბათ აცნობიერებს, რომ დროა რაღაც უნდა შეცვალოს, ყოველდღიურ რუტინაში, ზოგადად ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამიტომ მიმდინარე კვირა ძალიან ეფექტურია იმისთვის, რომ შეცვალოთ ჩვევები, შეცვალოთ რაღაც ცხოვრების წესში, ყოველდღიურ რუტინაში და ამით თქვენი ცხოვრება ძალიან გახალისდება და ახალ мотивაციას, ასე ვთქვათ, ახალი мотивაციის წყარო გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი მაგალითად კვირას აი ესე დაგეგმა. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, ეს ძალიან კარგი კვირაა იმისთვის, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში მოაგვაროთ და გაარკვიოთ საბოლოოდ ის საკითხები, რაღაც ჩახლართული საკითხებიც შეიძლება ითქვას, რაც უკავშირდებოდა ფულს, უძრავ ქონებას, ოჯახის წევრებს, რაღაც რესურსებს, არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ ადამიანურ რესურსებს, საშუალება მოგეცემოთ კვირის მეორე ნახევარში ძალიან ეფექტურად გაანაწილოთ პრიორიტეტები და ძალიან ეფექტურად გაანაწილოთ თქვენი დრო და ყველანაირი გაგებით რესურსი. თუ კი თქვენ რაიმე ტიპის ინვესტირება გინდათ, მაგალითად შეძენა გინდათ რაღაც ის ვთქვათ უძრავი ქონების ოფიციალურად გაფორმება გინდათ, თუნდაც საბუთების ძალიან კარგი პერიოდია, ასევე მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში არის საშუალება იმის, თუ კი რა თქმა უნდა აქაც პრიორიტეტებს სწორად დაალაგებთ, არის იმის საშუალება, რომ რაღაც გამარტივდეს ან საბოლოო ფინალამდე მივიდეს საკითხები, რომელიც ეხება უცხოეთს, საბუთებს, ბიუროკრატიას, ყველანაირი ტიპის იურიდიულ ფაქტორს. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, კუროს ნიშნით დაბადებულის შემთხვევაში, მიმდინარე კვირის მანძილზე რაღაც მივა საბოლოო ნიშნულად და დასრულდება. ვიღაცასთან შეიძლება ეს იყოს ურთიერთობების სტატუსი, ვიღაცასთან შეიძლება იყოს სამსახურებრივი, თუმცა დასრულება არა, უფრო შეიძლება დასაწყისიც იყოს, რაღაც ძალიან კარგი პერსპექტივით იყოს შესაძლებელია, მაგალითად ახალი სტატუსის შესაძლებლობა შეიძლება მოგეცეთ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყურადღებით მოიკიდოთ. მომავალი ცოტა ბუნდოვანი შეიძლება გეჩვენებოდეთ, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში დასაწყისისას და დასასრულისას რაღაც აი გარკვეულ მიჯნაზე შეიძლება იდგეთ უკვე. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მიმდინარე კვირის მანძილზე მე ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც ექნება საშუალება ყველაფერი დაგეგმილად განახორციელოს მიიყვანოს ბოლომდე, აი ტყუპები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიმდინარე კვირის მანძილზე გამორჩეულად, შესაშურად, ასე ვთქვათ, მოტივირებული არიან საქმიანი კუთხით. შეიძლება კარგადაც მუშაობდეთ მიმდინარე კვირის მანძილზე, ეგონება კარგად გიმუშავებდეთ, შესაძლებელია ყველანაირი ტიპის ბიუროკრატიულ საკითხებს შეიძლება გაცილებით უფრო მეტი მოთმინებით და რა თქმა უნდა წარმატებით გართვათ შეგიძლიათ თავი. განსაკუთრებით ეს ხება კვირის ბოლომდე, ასე ვთქვათ, მოასწარით სადღაც დაახლოებით პარასკევამდე ყველანაირი ტიპის სამუშაო პროცესების, ასე ვთქვათ, მაქსიმალური ოპტიმიზაცია შეგიძლიათ, ყველანაირი მოლაპარაკებები შეგიძლიათ ძალიან ეფექტურად აწარმოოთ, ყველაფერი რაც უკავშირდება სამსახურს, რაც უკავშირდება ზოგადად გრაფიკს, გეგმას, ცხოვრების წესის შეცვლას, მაგალითად შეგიძლიათ ძალიან კარგად დაისახოთ მიზნები და ძალიან კონკრეტულად გაწეროთ და მიყვეთ ამ მიზნებს. თუმცა აი კვირის ბოლოს აუცილებლად გირჩევდით, დააკვირდით, რას ამბობთ, როგორ ამბობთ. შესაძლოა თქვენ და უნებურად თქვენი ბასრიენით ადამიანებს აწყენინოთ. ასევე შესაძლოა თქვენ ვერ გაიგოთ მთლად ობიექტურად თქვენი მისამართით კრიტიკა და ძალიან კარგი იქნება თუ კი ამ მხრივ კიდევ ერთხელ იკითხავთ მინიმუმ, ესე ვთქვათ, გადააკონტროლებთ, რას ამბობთ, როგორ ამბობთ და ყველანაირი ტიპის მოლაპარაკებებისას პრინციპში უფრო პირად ურთიერთობებს ეხება ალბათ ძირითად შემთხვევაში იქნებით მეტად მომთმენი და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერს პიროვნულად თქვენზე პირადად არ მიიღებთ. ძვირფასი კირჩხიბები, რა თქმა უნდა, დღევანდელ ხვალინდელ უпростоრად ახალ მთვარებას, სავსე მთვარებას ისინი ყველაზე მეტად იგრძნობენ. თუ კი რამე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თუ კი თქვენ ბრძანდებით ივლისის კირჩხიბია, ივლისის მეორე დეკადაში დაბადებული კირჩხიბები ყველაზე მეტად ემოციურად იგრძნობენ ალბათ ამ, ასე ვთქვათ, სავსე მთვარეობას. თუ კი რამე ხდებოდა ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში, იყავით გაურკვევლობაში, რაღაც ბოლომდე ვერ გაარკვევით. იყო რაღაც სიტუაციები, სადაც არ მოგეცათ საშუალება, მაგალითად საკუთარი პოზიციის დაფიქსირების.
არის. ძალიან კარგი იქნება თუ კი ახლა გააცნობიერებთ ამ ყველაფერს, თუმცა თქვენ შემთხვევაში მომატებულია რა თქმა უნდა მგზნობელობა, სამაგეროთ ასევე მომატებულია სიმამაცეც. ასევე გაქვთ იმის ძალიან კარგი შანსი, რომ კვირის მანძილზე იპოვოთ თანამოაზრეები ძალიან ესე თქვა ექსპრომტად შეიძლება ითქვას შეკრათ გუნდი ჯგუფი კოლექტივი ვიღაც ადამიანები თქვენი წარსულიდან შესაძლოა კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ თქვენთან და დაგეხმარონ შესაძლებელია და რაღაც ახლებური გუნდი შეიძლება შეიკრას თქვენ გარშემო შეიძლება ეს სამსახურებრივ პერსპექტივებსაც კი უკავშირდებოდეს ასევე მიმდინარე კვირის მანძილზე შეგიძლიათ იქონიოთ ასაკით უფროსი ადამიანების რჩევის და მეგობრების დახმარების იმედიც და რაღაც რთული სიტუაციებიდან შეიძლება აი ამ ყველაფერმა ძალიან მარტივად და კარგად გამოგიყვანოთ. მთავარია კვირის პირველი 2-3 დღე ემოციებს არ ავყვეთ და შევინარჩუნოთ ესეთი რაციონალური გონება. რაც შეეხებათ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ლომებთან მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან მატულობს ამბიციები. ამბიციების მატებასთან ერთად რა თქმა უნდა მატულობს კონფლიქტურობის კოეფიციენტიც, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება მიმდინარე კვირის მანძილზე ამ თქვენი ამბიციების შედეგად ხმამაღალი განცხადებების შედეგადაც შორის, იმიტომ რომ ლომთან შეიძლება იყოს პირდაპირი გადატანით საკმაოდ ცეთი ხმამაღალი განცხადებები, რაღაც მოთხოვნები, მაგალითად საკუთარი სურვილებით ეგოს დემონსტრირების მაქსიმალური ესეთი სურვილი შესაძლოა მოიზიდოთ ადამიანები, რომლებსაც ენდომებად კონკურენციაში ჩაგიდგნენ, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მეორე ნაწილში განსაკუთრებით თქვენ შეიძლება თქვენს გარშემო იქნოთ ძალიან მძაფრი კონკურენცია. ეს შეიძლება ეხებოდეს გუნდ ჯგუფს კოლექტივს, ასევე შეიძლება ეხებოდეს რაღაც საკითხებს, რომელიც კავშირშია თქვენსა და სისტემას, რაღაც კონკრეტულ სისტემას შორის დაპირისპირებებთან. იმიტომ რომ ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მე ვეტყოდი, რომ მიმდინარე კვირა შეიძლება იყოს ძალიან გამორჩეული ასეთი პრინციპით თქვენ და გარკვეული სისტემა ოჯახიც იყოს შეიძლება, მიღებული ნათესავებიც იყოს შეიძლება, ასევე მეუღლის ოჯახის წევრებიც იყოს შეიძლება, ასევე ეს შეიძლება იყოს ზოგადად სახელმწიფოებრივი რაღაც სტრუქტურები და სისტემა. თუ კი ესე ვთქვათ იმოქმედებთ პრინციპით არაორდინალური გადაწყვეტილების მიღებას თუ შეძლებთ და აღარ მოიქცევით ისე როგორც ადრე, მაგალითად, რა ვთქვათ, რაც ადრე თქვენთვის ნორმა იყო, ახლა თუ ისე არ გააკეთებთ. ასევე გამოიყენებთ პრინციპს ეგრეთ წოდებული კარგი ნეტვორკინგის ძალიან კარგი ასე ვთქვათ ბევრი ადამიანის დახმარების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ გარკვეული ჯგუფის გუნდის კოლექტივის და ძალიან კარგი კვირაა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ძალიან დიდი გარღვევები გააკეთოთ ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი წამოწყებებიც ასევე ეს შეიძლება იყოს ძველი კონფლიქტების დასრულებაც კონკურენტების ძალიან ეფექტურად გზიდან ჩამოშორებაც მაქსიმალურად ესეთი ლავირება პროცესში ამიტომ საკმაოდ ეფექტური კვირაა მინდა გითხრათ განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი თუ რა თქმა უნდა აი ეგოს ობიექტურად ყოველ შემთხვევაში ეგოს წარმოჩენა შევეცდებით ობიექტურად ასევე თქვენ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა კვირის მეორე ნაწილი შვილებთან ურთიერთობის კუთხით შეიძლება აქ იყოს რაღაც გარკვეული დაძაბულობებიც იმიტომ რომ შეიძლება გაგაღიზიანოთ რაღაც ფაქტორებმა თქვენ სულ სხვა რამეზე იყოთ შეიძლება ორიენტირებული და თქვენი შვილები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვდნენ შესაძლებელია მაგრამ შეიცადეთ ეს საკითხი როგორც რამდენიც შესაძლებელია რომ დააბალანსოთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ ეს არის კვირა რომელიც საშუალებას გაძლევთ აბსოლუტურად სხვანაირად დაინახოთ და გადაჭრათ საკითხები რომელიც უკავშირდება ყველანაირი ტიპის პარტნიორობას შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში არის რაღაც პერსპექტივები სამსახურთან დაკავშირებით რომელიც ან არის შორეული პირდაპირ გაგებით შორეული შეიძლება ეს უკავშირდება უცხოეთს ადამიანებს რომლებიც არ ცხოვრობენ იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ მაგალითად შეიძლება ეს იყოს დისტანციური მუშაობა ვთქვათ რაღაც საშუალება რომ დისტანციურად იმუშაოთ ასევე შეიძლება ეს იყოს თქვენთვის აბსოლუტურად ახალი სფერო რომელშიც არაფერი აქამდე არ გიკეთებიათ ან წარმოდგენა მაინც გქონდათ ყოველ შემთხვევაში მაგრამ პრაქტიკა არა გაქვთ და შესაძლოა თქვენ გახართ დილემის წინაშე მიმდინარე კვირის მანძილზე დათანხმდეთ თუ არა რაღაც ახალ შემოთავაზებებს ჩემი რჩევა იქნება რომ დათანხმდეთ იმიტომ რომ ეს შეიძლება იქცეს თქვენ ცხოვრებაში უახლოესი წელიწადნახევრის მანძილზე ძალიან სერიოზულ შემოსავლის წყაროთ ძალიან კრეატიული შეიძლება იყოს ეს ყველაფერი შემოქმედებითი მით უმეტეს თუ შემოქმედებითი პროექტი არა მე უკავშირდება ტელევიდეო გადაღებას თუნდაც გაჯეტებს მაგალითად შემოქმედებით საქმიანობას ზოგადად ასევე თუ კი საკითხი უკავშირდება ფარმაცევტიკას ან მეცნიერებას აი რაღაც გარკვეულ კვლევებს შესანიშნავი შანსი გაქვთ ასევე თქვენ გაქვთ შანსი კვირის ბოლოს საბოლოოდ დაასრულოთ გადაჭრათ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გადაუჭრელი ურთიერთობები ყველანაირი ტიპის
პირად და პარტნიორული კუთხით შესაძლებლობა გექნებათ ეს ურთიერთობები გაარკვიოთ, გადაჭრათ, ბოდიში მოიხადოთ, მოისმინოთ ასევე შესაძლებელია განსხვავებული პოზიცია, აზრი, გაცილებით უფრო ემპათიური იყონ შეიძლება თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, თუ კი თქვენს შეუწყობთ ამ ყოველფერს ხელს. სასწორის, ოდიაქოს ნიშნით დავადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. მიმდინარე კვირის მანძილზე, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, კვირის პირველი ნაწილი ცოტა ემოციური იქნება, იმიტომ რომ სასწრაფო თქვენს შეგეხებათ გარკვეულწილად. განსაკუთრებით ოჯახური საკითხები იყოს შეიძლება იქ დროის და რესურსის განაწილება, მაგრამ კვირის მეორე ნაწილში საოცარი ენთუზიაზმი გექნებათ, თავის ხელში აყვანის, პირდაპირ და გადატანის ფორმაში ჩადგომის პერიოდი გაქვთ. ყველა გაგებით, ეს შეიძლება იყოს პრინციპულობაც, რომ რაღაც გინდათ, იცით კონკრეტულად რა გინდათ, მაგალითად ძალიან კონკრეტულად რაღაც მოკლებადიანი მიზანიც იყოს შეიძლება და მიზნისკენ მიხვდებით, აი როგორ უნდა იაროთ, რა მეთოდებით უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფერს, გზები აუცილებლად გამოიძებნება. ასევე შესაძლებელია მიმდინარე კვირა გამოიყენოთ იმიჯის შესაცვლელად, სხვათა შორის ფანტასტიკური კვირაა ყველანაირი სილამაზის პროცედურებისთვის, განსაკუთრებით რაც ეხება ფერს და ფერის სიხესხესს, თუ გიგინათ ვარცხნილობა შეიცვალოთ, მაგალითად არაჩვეულებრივი კვირაა ეს კოლორისტებისთვის, შესანიშნავად არა მხოლოდ ფერი შეგვიძლია მივიღოთ, არამედ დიდი ხნით შეგვიძლია ეს ფერი დავაფიქსიროთ. აქედან გამომდინარე, თუ კი თქვენი პროფესია მით უმეტეს უკავშირდება რაღაცას, რაც უკავშირდება აი ფერებს, მაგალითად კოლორისტიკას, შემოქმედებით საქმიანობას, ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოთ, მოწოდების სიმაღლეზე იყოთ და აქედან გამომდინარე მიიღოთ არა მხოლოდ აღიარება, არამედ დამსახურებული მატერიალური ანაზღაურებაც და საკმაოდ ესეთი ეფექტური და კარგი კვირა, ასევე სასწორის ნიშნით დავადებულ ადამიანთან შესაძლოა მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში იყოს მნიშვნელოვანი ამბები, რომელიც უკავშირდება მის პირად ურთიერთობებს, ასეთ ურთიერთობებს კარმული ქვია ასტროლოგიაში. ეს არის ესეთი ურთიერთობები, სადაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მოემზადოთ და შესაძლოა ასევე გასაცნობიერებლად ამ ურთიერთობებში რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის გასააზრებლად. ძვირფასი მორიელები. ძალიან კარგი კვირა, მინდა გითხრათ, მორიელებსაც ისევე როგორც ლომებს ძალიან ემატებათ ამბიციები. მორიელი მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში გულაჩუყებული იქნება ძალიან, აი ძალიან გული გაუთბება, შეიძლება ესე ითქვას. სხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, რატომ აუჩქარდეთ, შეიძლება გული აუჩქარდეთ უბრალოდ ძალიანაც მორიელებს. გულის საჩქარება შეიძლება იყოს გამოწვეული პირადი და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვა კუთხით გახდეთ გაცილებით უფრო მოწყვლადი და ემოციური. ზოგიერთი მორიელის შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც ახალი ეტაპი ცხოვრებისეული, სადაც აქაც პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობის გულის გათბობა და გულის აჩუღება იქნება რაღაც მოლოდინი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯს გგამთ, შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი შემოქმედებით პროექტს იწყებთ, შესაძლებელია ეს იყოს ასევე ძალიან ესეთი ემოციური შერიგება, მაგალითად განსაკუთრებით კირჩხიბის ან ლომის ნიშნით დავადებულ ადამიანებთან, ძალიან ემოციური საუბრები ასევე ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ შესაძლებელია იყოს ასევე ძალიან ესეთი ემოციური საუბრები ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კირჩხიბის ან ლომის ნიშნით დავადებულ ადამიანებთან, თუმცა ეს ემოციური საუბრები შეიძლება იყოს კონფლიქტურიც, მინდა გითხრათ და საკმაოდ ესეთი ვთქვათ ექსპანსიურიც თქვენ შემთხვევაში, ითმინეთ და ყველაფერი ესე ვთქვათ მოგაწვათ და შესაძლოა მიმდინარე კვირის მანძილზე გააოცოთ კიდეც თქვენი საყვარელი ადამიანები, თქვენი უკიდურესი ემოციურები. თუმცა ერთიანობაში ეს კვირა ძალიან კარგია, მორიელს ემატება თვითშეფასება, რაღაც სიტუაციები იქნება, რაც საკუთარი თავის ფასში დაგარწმუნებთ და ცოტა სხვანაირად შეიძლება შეხედოთ საკუთარ თავს. სხვათა შორის შეიძლება ეს იყოს ასევე რაღაც სამსახურებრივი დამსახურებები, რომელიც წარსულიდან დაბრუნდება, მაგალითად ვიღაც გაიხსენებს იმას თუ როგორ დაეხმარეთ, თუნდაც ან რაღაც მნიშვნელოვანი რჩევა მიეცით, ამან შეიძლება თქვენზე ძალიან იმოქმედოს და გული გაგითფოთ. ამიტომ საკმაოდ ესეთი ემოციური კვირა ელოდებათ მორიელის ნიშნით დავადებულ ადამიანებს და ერთ-ერთი კვირაა, როდესაც ძალიან ისიამოვნებთ მეგობრებთან ურთიერთობით და აი კიდევ უფრო მეტად გააცნობიერეთ მათ მნიშვნელობას თქვენ ცხოვრებაში. ძვირფასი მშვილდოსნები. მიმდინარე კვირის მანძილზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია თქვენი მმართველი პლანეტის და პლანეტა სატურნის დაპირისპირება.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი პრინციპულად მოიკიდებით საკუთარ გეგმებს და ოცნებებს, ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. მართალია ამისთვის მაქსიმალური შრომა მოგიწევთ, მაქსიმალური პრინციპულობა მოგიწევთ, აი პრინციპული მიდგომა მოგიწევთ. როგორც ამბობენ, ესე კოდალასავით უნდა უკაკუნოთ მანამ სანამ რაღაც არ გამოვა, მაგრამ გამოსვლით გამოვა. მინდა გითხრათ, ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი თქვენ ამას გაითვალისწინებდით. ასევე შეიცადეთ დაეყრდნოთ, არ უგულობელყოთ უბრალოდ ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები, იმიტომ რომ ისინი შესაძლოა ძალიან ფასეულ რჩევებს გაძლევდნენ და თქვენ გაღიზიანებული იყოთ შეიძლება და გეგონოთ რომ გაკრიტიკებენ და რეალურად შეიძლება უბრალოდ ტონი იყოს ესეთი და ამ დროს თქვენ დახმარება უნდათ განსაკუთრებით თუ ეს ადამიანები არიან თხის რქისან მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები აი მათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ვთქვათ თქვენთან კომუნიკაციისას სურვილი რომ დაგეხმარონ თუმცა შეიძლება თქვენ აღიქვამდეთ ტონს როგორც მენტორულს და რა თქმა უნდა ეს ცოტა გამაღიზიანება შეიძლება იყოს ასევე რაღაც საკითხები რაც ბოლო 2-3 კვირის მანძილზე თუნდაც არ გამოდიოდა მიმდინარე კვირის მანძილზე თუ პრინციპულად მიუდგებით შრომა არ დაგეზარებათ და უკან არ დაიხევთ მოდი ესე გეტყვით რაღაც თქვენი პრიორიტეტები გექნებათ საბოლოო ჯამში გამოვა რომ აი მაინც რაც არ გამოდის აი იმის გამოყვანაც კი შეიძლება მიმდინარე კვირის მანძილზე მოთმინების შრომის და რაღაც სწორი კონცენტრაციის მეშვეობით ენერგიის და თქვენი მიზნების სწორი კონცენტრაცია გჭირდებათ და შეიძლება რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანსაც ჩაუყაროთ საფუძველი რაც შეეხებათ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მათ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კვირაა განსაკუთრებით უნდა გავყო ორად კვირის პირველ ნაწილში შეიძლება თხის რქებს ძალიან აღიზიანებდნენ ადამიანები რომლებმაც ეს კომპეტენციასთან შედარებით, რომლებსაც შესაძლოა კომპეტენციას შედარებით, ცოტა უგზო-უგლო ამბიციები, ესე ვთქვათ, გამოარჩევთ და სურვილი ჰქონდეთ შეიძლება, რომ ესეთი ადამიანები რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, ან გააკრიტიკოთ, ან მიუთითოთ, თუნდაც მაგალითად. კვირის მეორე ნაწილში გაცილებით დაბალანსებული იქნებით, თქვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კვირა არის პირადი და პარტნიორული ურთიერთობის კუთხით, შეიძლება რაღაც გადაწყდეს, შეიძლება რაღაც დაიწყოს, თან ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, ასევე შეიძლება თქვენ ცხოვრებაში დაბრუნდეს საკითხები ურთიერთობის საკითხები ის ყველაფერი რაც დაახლოებით ივნისი-ივლისის პერიოდში შემდეგ უკვე ოქტომბრის ბოლოს ვერ გადაჭერით არ გადაჭერით სხვა მიზეზებიდან გამომდინარე არ გამოვიდა ვერ გამოვიდა უფრო სავარაუდო რომ თქვენი სურვილი არ იყო ან ბოლომდე არ იყო ეს სურვილი რაღაცა ჩამოყალიბებული აი ახლა გექნებათ შანსი პირად და პარტნიორულ ურთიერთობაში ეს მოაგვაროთ ასევე კვირის მეორე ნაწილი ძალიან ეფექტურია ფინანსური კუთხით განსაკუთრებით თუ ის ეხება უძრავი ქონების საკითხ შეძენას, გაყიდვას, მაგალითად, რაღაც გაფორმებას, რაღაც კონტრაქტების გაფორმებასაც, ასევე რომელიც ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, ამიტომ შეგიძლიათ ძალიან ეფექტურად გამოიყენოთ. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რაც შეეხება თქვენს ცხოვრებაში ირკვევა მიმდინარე კვირის მანძილზე საკითხები, რომელიც უკავშირდება დაქვემდებარებულებს, დებს, ძმებს, ნათესავებს, ეგრეთ წოდებულ მეორე ხაზის ნათესავებს, მათ შორის მამიდებს, დეიდებს, ესეთ ადამიანებსაც შეიძლება რაღაც ირიბი კონფლიქტი იყო თქვენ შორის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კვირის მანძილზე გადაწყვიტოთ ეს ყოფილი და გადაწყვიტოთ შეიძლება და საკმაოდ ეფექტურად თუმცა კვირის პირველი ნაწილი შეიძლება ცოტა ემოციური იყოს თქვენ შეიძლება იქცეოდეთ ისე რომ ადამიანებს უკვირდეთ თქვენი რეაქციები მაგალითად ასევე გირჩევდით მეტი ყურადღებით მოიკიდოთ სამსახურებრივ საკითხებს იმიტომ რომ არის იმის შანსი რომ კონკრეტული ადამიანები ძალიან ემოციურად ეკიდებოდნენ თქვენს დამოკიდებულებას თქვენს კრიტიკას და თქვენ შეიძლება მართლაც ძალიან კრიტიკული იყოთ და ცოტა ზედმეტად კრიტიკული შეიძლება იყოთ განსაკუთრებით ადამიანის მიმართ ქალთა პერსონალის მიმართ და შესაძლოა არც იყოთ მართალი მასთან ურთიერთობის კუთხით სამაგეროდ შეიძლება გაირკვეს რაღაც საკითხები რომელიც უკავშირდება საქმიანობას პროფესიას სამსახურებრივ გარემოს ზოგადად შეიძლება შეიცვალოს თქვენი სამსახურებრივ გარემო გაუმჯობესდეს და თქვენი წვლილიც უნდა იყოს ოღონდ ამ ყველაფერში თქვენთან უნდა მოითხოვოთ დააკონკრეტოთ მაგალითად რა გინდათ რა არ გინდათ თუნდაც რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა მათ ცხოვრებაში. პირველ რიგში ეს არის კვირა, სადაც მე ვიტყოდი, რომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები რაღაციათ პროცესებში არიან ჩართული, რომელიც მარტო მათ არ უკავშირდება. მათ მოუწევთ ძალიან დიდი გამბედაობის, თუმცა გამბედაობაზე მეტად ალბათ ცივი გონებით და პრინციპულად მოქმედებით
ვის აუცილებლობა იქნება თქვენ შემთხვევაში. საკუთარ თავში მყარად უნდა იყოთ პირველ რიგში და შესაძლოა კვირის ბოლოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ზღვარს გადააბიჯოთ პირად ურთიერთობებში, ფინანსურ ურთიერთობებში, ასევე ურთიერთობებში, რომელიც უკავშირდება ზემდგომების და სამსახურებრივ საქმიანობას, რაღაც დიდი გაუგებრობა შეიძლება დაიხუროს, თქვენი, ესე ვთქვათ, შრომის და მცველობის შედეგად, თუმცა თქვენ შეიძლება ასევე მოგიწიოთ რაღაც ზეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელიც რაღაცა საბოლოოდ ან ასრულებს, ყოველ შემთხვევაში რაღაც მიჯნაზე უნდა დადგეთ და ეს არის ესეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თუ კი მიიღებთ, უკან აღარ უნდა მოიხედოთ და აღარ უნდა ინანოთ მერე. ძალიან ისეთი კვირა პრინციპული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ და ვიტყოდი რომ ამის ითამამეს გექნებათ და რაღაც შინაგანი წონასწორობაც გექნებათ, მინდა გითხრათ, ამიტომ თუ კი რამის შეცვლა გინდათ პროფესიული კუთხით, რაღაცის დაწყება გინდათ მაგალითად, ასე პირადი და პარტნიორული ურთიერთობის კუთხით, ეს არის კვირა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ კარდინალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ, ასე რომ ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირა ელის წინ, თუმცა მე ვიტყოდი რომ ეს კვირა უფრო გამორჩეული იქნება გლობალურად, თუნდაც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოვლენების და ემოციების კუთხით და ძალიან დიდ ენერგიად იკვრება ადამიანების, აი ცითო ადამიანის ენერგია რაღაც ძალიან დიდ ენერგიად იკვრება. ჩვენ ამას კიდევ უფრო მეტად დავინახავთ, უფრო სწორად დავინახავთ რა შედეგს მივიღებთ ამ ყველაფრისგან. უკვე ამ წლის პირველ ახალმთვარებას, ეს იქნება 29 იანვარს, იქიდან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები დაიწყება, რომელიც ეხება ზუსტად კოლექტიურ, ასე ვთქვათ, კოლექტიურად შეგვეხება, ყველა შეგვეხება, იმიტომ რომ სამყარო იცვლება უკან მოუხედავად, მინდა გითხრათ და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, რომ გაიღვიწოს და საკუთარ თასთან აღიაროს რაღაცები სხვა შორის, ესეთი ტენდენცია მინდა გითხრათ. ჩვენ თავთან უნდა აღიაროთ რაღაცები, სხვანაირად უნდა შევხედოთ ძალიან ბევრ ამას და რაც ყველაზე მთავარია სწმენა, იმიტომ რომ მხოლოდ ლოგიკით ვინც უყურებს ახლა მოვლენებს, ის აუცილებლად პესიმიზმში გადავარდება. ჩვენ გვჭირდება ახლა სწმენა. ეს მნიშვნელოვანია და ეს ამართლებს კიდევ რაც მთავარია და ეს ყოველთვის ამართლებს პრინციპში. მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის განსაკუთრებით ესეთი ჯადოსნური ჯოხია შეიძლება ითქვას ადამიანების ხელში. ასე რომ წარმატებები ყველას, წარმატებულ კვირას გისურვებთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ემოციებს ცოტა გავაკონტროლებთ, მაგრამ რაც ხდება, ყველაფერი უნდა გვახსოვდეს, რომ ხდება ჩვენი უკეთესობისთვის.